ჩემი ტოპ 5-ეული თურქულ სერიალებში. პირველი ადგილიდან დავიწყებ და დავაყენებ იარგის. ვფიქრობ, გამორჩეული სერიალია, არ გავს ტიპიურ თურქულ სერიალს. გადასარევი სიუჟეტია, მთავარ გმირებს შორის არის ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, უმაღლეს საფეხურზე. ყველას ვურჩევდი ყურებას. მეორე ადგილს მივცემდი კირალი კაშკს, ნაქირავები, სიყვარული. ეს არის ჩემი პირველი თურქული სერიალი, რომელსაც პირველ 8 წლის წინ ვიყურე, მაშინ ვიყავი ორსულად და პოლიტი რეჟიმი მქონდა და სხვა რამე ეკეთებინა. და ამ სერიალს ორჯერ ვუყურე თავიდან ბოლომდე და ეს რას ნიშნავს, იცით, რომ მართლა ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ თითქმის არც ერთ თურქულ სერიალს თავიდან ბოლომდე არ ვუყურებ. პოდკასტს დავაყენე, იარგი, ისიც კი დამთავრებია, მაგრამ მაინც მიმეჩნია, რომ ძალიან კაია. ეს არის მსუბუქი სერიალი, სადაც კლასიკური სიუჟეტია, მდიდარ ბიჭს უყვარდება ღარიბი გოგო, მაგრამ სხვა მსგავსი სერიალებისგან მაინც გამოირჩევა. მესამე ადგილი ეშრეფრია, ეს არის ახალი თურქული სერიალი მაფიაზე. პირველი სეზონია მხოლოდ გამოსული, მაგრამ მეორე სეზონი გამოვა და იმედია, რომ არ გააფუჭებენ, იმიტომ რომ პოტენციალში აქვს, რომ ჩემ ტოპ 5-ეულის პირველი ადგილი დაიკავოს. მეოთხე ადგილას იქნებოდა მექალთანის სასახლიდან, რომ არ გადასულიყვნენ ფანტასტიკის ჟანრში. ამიტომ მეოთხე ადგილს მივცემ იჩერდეს, ეს არის მაფია, პოლიცია, ძალიან უცხო სიუჟეტია და ამ სერიალში უფრო აქცენტი გაკეთებული არის ძმების ურთიერთობაზე და სიყვარულზე. ესეც არ დამთავრებია, რაღაც განწყობაზე აღარ ვიყავი მსგავსი ჟანრის, მაგრამ ძალიან კაია. და ეხლა მივხვდი, რომ შორეული ქალაქი გამომრჩა და მოდი მეოთხეზე დავაყენებ შორეულ ქალაქს და აი მეხუთეზე დავაყენებ იჩერდეს და ამით დავასრულებ. ერთ რაღაცას დავამატებ. ტოპ 1000-ეული რომ მქონდეს თურქული სერიალების მე-1000 ადგილას დავაყენებდი კარას სევდას. მთავარი პერსონაჟის მკვლელობა უნდა ისჯებოდეს კანონით.